ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. დღეს გვაქვს ღონისძიება. ეს არის ღვინის წარმოებელი ქალების ღვინის ფესტივალი. ღვინის სკოლა ვინემომ გამოვხატეთ სურვილი რომ გაგვეკეთებინა ესეთი ფესტივალი, რა თქმა უნდა ვივიმ ქალები ღვინის ინდუსტრიაში ამ ასოციაციამ გამოვხატა დიდი სურვილი რომ ერთად გაგვეკეთებინა ამ ღონისძიების ორგანიზება და დღეს უკვე სახეზე არის რომ ჩვენ შევძელით აი ამ ფესტივალის შექმნა. ჩვენსა და ღვინის სკოლას შორის იყო კოლაბორაცია ძალიან კარგი, რამაც გაამართლა და ნამდვილად ინტერესი იყო ძალიან დიდი, რაც კარგად აისახა ამ ჩვენს პირველ წამოწყებაზე. იყო წარმოდგენილი 46 მონაწილე. ახალი დამწყები მეღვინეები იყვნენ, რომლებმაც პირველად მიიღეს საერთოდ გამოფენაში მონაწილეობა და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი წავიდნენ ძალიან კმაყოფილები, წავიდნენ ძალიან მონდომებულები და ძალიან მოტივირებულები იმით, რომ დაინახეს, რომ ეს ერთად ყოფნა და ჩვენი ერთიანობა სხვანაირად აისახება, უკვე ინტერესი სხვანაირია, აზრთა გაცვლა, გამოცვლა, უფრო ძლიერები ვართ, რა თქმა უნდა და ჩვენ ამ პირველი, ესე ვთქვათ, ნაბიჯით უკვე მოგვეცა საშუალება იმისი, რომ ვიფიქროთ ჩვენს მომავალზე. მეღვინეობით დავინტერესდი დაახლოებით 7 წლის წინ, მე თვითონ პროფესიით ვარ მეღვინე მევენახე და ანუ ვეცადა ეს ვთქვათ, ჩემი ცოდნა გადმომეტანა ჩემ საკუთარ კომპანიაში, რომელსაც ვარ თანადამფუძნებელი. ამჟამად ვაწარმოებთ 5 სახეობის ღვინოს. ასოციაციის შესახებ გავიგე სოციალური ქსელიდან, რადგან ძალიან საინტერესო საქმიანობას ეწევიან, ძალიან კარგი არის ქალების პოპულარიზაციისთვის უშუალოდ. ასევე ძალიან კარგი აქტივობები აქვთ ხოლმე სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობისთვის და ხელშეწყობა, თანადაფინანსებები, ესე ვთქვათ, რაც როგორ ვთქვა, მცირე მეღვინისთვის ძალიან სასიამოვნო ფაქტი არის, სასურველი არის ამ გამოფენებში მონაწილეობა და პოპულარიზაციისთვის კარგი ხელშემწყობი ფაქტორი არის. ასოციაცია ქალები ღვინის ინდუსტრიაში, ამის შესახებ ინფორმაცია გავიგე ჩემი მეგობარი მეღვინე ქალებისგან, რომლებიც იყვნენ ამ ორგანიზაციის წევრები, ან კონტაქტები ჰქონდათ მათთან და მათ მითხრეს, რომ ჩემთვის როგორც დამწყები მეღვინე ქალისთვის იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი ტიპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. მივწერე ამ ორგანიზაციას თან მარტივად Facebook გვერდზე და ქალბატონი მანდანა გამომეხმაურა ძალიან სწრაფად. და გავცვალეთ ჩვენ კონტაქტები, მოუყევი ჩემი ღვინის შესახებ, ჩემი პატარა ისტორია და მე რაღაცა ტიპის ორგანიზაციული შემოწყების შემდეგ დამიკავშირდა ქალბატონი მანდანა და მითხრა, რომ შემეძლო მათი ასოციაციის წევრი ყოფილიყავი და თან შემეძლო, რომ გამევლო ღვინის სკოლა, როგორც ასოციაციის ახალ წევრს, ღვინის სკოლა ანა გოდაბრელიძესთან ერთად, ამ ორგანიზაციის დაფინანსებით და ხელშეწყობით. გარდა იმისა, რომ გავიარე ინტენსიური კურსი, როგორც ონლაინ, ისე პირისპირ იქნებოდა ეს დეგუსტაციები თუ სხვა, ამ ორგანიზაციამ მომცა შესაძლებლობა, რომ პირველად მიმეღო მონაწილეობა ესეთი ტიპის გამოფენა ფესტივალში, როგორც არის ქალები ღვინის ინდუსტრიაში და საოცარი გარემოა, საოცარი ადგილია, უამრავი სტუმარია, მართლა მოულოდნელი იყო პირველი ფესტივალისთვის ესეთი ინტერესი და მე აქტიურად ვაპირებ ვითანამშრომლო ამ ორგანიზაციასთან, ამ ქალებთან ერთად სხვადასხვა აქტივობებში მივიღო მონაწილეობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქალებს, რომლებიც ამ ქვეყნის გამწევ ძალას წარმოადგენენ, დაგვეხმარება ეს ასოციაცია წინსვლაში და ბევრი ღვინის გაყიდვაში.